მოდის უკვე ახალი წელი და მაღაზიებში გამოჩნდა ესეთი საახალწლო ბოქსები, როგორც ყოველთვის. ეხლა გავხსნათ, ნახოთ შიგნით რა დევს და ამართებს თუ არა თავის ფასს და საახალწლო განწყობას გვიქმნის თუ არ გვიქმნის. ძალიან მაინტერესებს შიგნით რა დევს. მილკას ბოქსი არის ამ შემთხვევაში. 25-26 ლარი ღირდა, მაგრამ აქციაში იყო ერთ-ერთ მაღაზიაში და 20 ლარი ღირს რეალურად რა. ვაიმე, რამდენი რაღაცაა, ქრისტინე. გამოყარება. ამას უყურე რა ხდება? მე მეკონა ეს უბრალოდ 5 იყო. დილოლისკები რა შუაში. უყურე ამ ყველაფერს შეჭამ. ნუ ჩაისუფლო კბილები. ჯერ აქიდან გავყვეთ, ეს საინტერესო ბოლოში დავიტოვოთ. ანუ დილოლისკები. საღეჭირეზე ამის გასინჯვას ნუ აზრიც არ აქვს. მოკლედ, შემდეგი არის ესეთი ჩოკო ვაფლი. თან გავსინჯოთ გემრიელი არის არ არის? ო, გემრიელია ბიჭო. შემდეგი არის ჩოკო კოუ, შოკოლადის ძროხა. მე მომწონს ესენი ძალიან. გემრიელი არის კი. შემდეგი ალპენგოლდის ორეო. და ყველაზე საინტერესო ხალხო, რა არის ეს? რაღაცები დევს მოკლედ შიგნით და ნახოთ. თეთრი შოკოლადი. აუ, რამდენია? თეთრი შოკოლადი ჩემია, გაიგე? შენი არ არის. უცებ გავსინჯოთ. ესეთ რაღაცები საერთოდ არ მაქვს გასინჯული სიმართლე გითხრა. მოდი, შენ თეთრი გასინჯე, მე შავს გავსინჯო. გაიგე. ეს პირველი. დავიდა. მიდეთან? რატო აქ მილკას ეგეთ გემრიელი შოკოლადი რო ხდება? ხო, ეს რეკლამა არ გეგონოთ, ეს ხალხო რეკლამა არ არის. უბრალოდ, როგორც ყოველ ახალ წელს ეხლა ვსინჯავ. გემოსხვევ, ძალიან გემრიელი ბოქსია. ფასის ხვი თქვენ შეაფასეთ. ფასის ხვი ყიდეთ, თქვენ შეაფასეთ, კარგი ფასი არის თუ არ არის კარგი ფასი რა. უი, ხალხო, ეხლა აღმოვაჩინე. გახსნა რა თქმა უნდა. აი, ყველაფერი ახატია რა დევს შიგნით. მართლა? აბა. ჰე. მილკას მოუწოდებ. აი ეს რაღაცები წაშელეთ. ანუ საახალწლო ბოქსის მუღამი ის არის, რომ არ უნდა იცოდე რა მოგივა. ხო. ანუ ბოქსი თუ ისი რა მომივიდა, რა მუღამი აქვს. ისე ვიყიდ. ხო, მაშინ პირდაპირ ვიყიდ.